როგორი მხრებში ვარ გაშლილი, რომ წაკითხული ვარ. საკითხული გა. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ პირველი რაც ამ წიგნმა მოვიტანა, აი კითხვის დროს ცალკე ემოციები აქვს, დასრულების შემდეგ იყო ბრაზი. აი ბრაზი იყო და იცით რატო იყო ეს ბრაზი, რომ ამას ვამბობ არა როგორც გურამის მეგობარი, ამაზეც ნაფიქრი მაქვს, რომ ცოტა ის ხო არ ვარ თქო, ასე ვთქვათ, სუბიექტური, რადგან ესეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს თქო, მაგრამ არა. შემდეგ რამდენიმე დღე ვიფიქრე ამ საკითხზე. ჩვენ ქართველებს ალბათ ასე ადრეც გვჭირდა ეს, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით არის, რომ რაღაცა ტვინში გვაქვს მოცემულობა, რომ დასაწყისშივე ვერ უშვებთო ჩვენს თანამედროვეობას, ჩვენს გვერდით, ჩვენს სანაცნობოში არსებობდეს დიდი ავტორი. აი ვერ უშვებთ რა, რომ რატო ხო ვიცნობ ეხლა. ხო, კაია რაღაცა. და ეს არის მე ვფიქრობ ამერის დაავადება, იმიტომ რომ ეს წიგნი არის დიდი ავტორის დაწერილი. აი ამაზე შემიძლია თამამად მოვაწერო ხელი. არა მწერლის, აი ეს არ არის უბრალოდ ნაწერი, აქ არის შექმნილი სამყარო, რომელსაც მხოლოდ ავტორი ქმნის. და რატო დიდი ავტორის დაწერილი? აქ არის ორი ამბავი. მე და ჩემი და ერთად ვკითხულობდით პარალელურ რეჟიმში და თან ემოციებს ვსვლიდით და ну ჩემი და ამ კითხვის დროს მოცულდა, ასე ვთქვა და მთლიანად წიგნმა წაიღო და მე ერთი ფეხი გარეთ დამჭა. გურამს თვითონ აქ ისაუბრებს მწერლებმა, რომ თვითონ ეს ფაბულა რომ თან გვიყვება როგორ უნდა დაიწეროს რომანი, ეს მწერლებისთვის არის. კი, მწერლებისთვის არის, თუმცა ჩემთვის იყო ერთი ფეხის გარეთ დასატოვებელი. რომ რაღაცნაირად რო არ მწოდნოდა რომ ეს არის თამაში, აი ასე იწერება რომანი და ეს ყველაფერი კინოკადრად აღმექვა, ეს ძალიან მძიმე წიგნია. ეს ძალიან მძიმე წიგნია და ემართა ჩემ დას, მოგლეთ ეს ვერ დაიჭირა და ეს ხაზი ავტორის ჰუმანურობაზე მეტყველებს, რომ ის ჰუმანურია, ის კითხვას ინდობს. იმიტომ რომ ამ სამყაროში ბოლომდე ჩარჩენა და ბოლომდე ამ წიგნის გააზრება ეს არის, რომ მართლა დაგშლის. თან არ დაგშლის ერთიანად, როგორც ხდება ხოლმე კულმინაციურ მომენტში, დაგშლის თანმიმდევრობით, აი ეტაპობრივად დაგშლის. ეს არის წიგნი, რომელიც საკუთარ ცოდვებს აი ესე სარკესავით მოგიტანს და დაგანახებს რა, ქვეცნობიერიდან დაგანახებს საკუთარ ცოდვებს. და შემდეგ გიტოვებს ერთ ფრაზას რა, აი ბოლო ფრაზას, რაზეც ბევრი უნდა იფიქრო და ეს წიგნი ტოვებს ძალიან ბევრ საფიქრალს. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია რაღაცა საოცარი ენით, რაღაცა საოცარი იუმორით, რაღაცა გადასვლებით და ეტაპობრივად, აი არ ვიცი, აი კარგი კულინარი რომ მოამზადებს რაღაცას ადილს, რაღაცა მუსიკის ფონზე ასეთი დაწერილი წიგნია ეს. მე ულოცავ გურამს და არ ვიცი, ხანდახან არის წიგნები, რომ მე ვფიქრობ, რომ ამის მე რა უნდა დაწეროსო და იმედია, რომ ბესომ ისეთი კალამი აჩუქა, რომ დაწერს და რაც შეეხება ბესოს სიტყვებს, რომ ეს არჩევი კაია, ვინც არ წაიკითხავსო, ეს არჩევი წაიკითხოსო, არ ამგონია მხოლოდ მისი მიგნება იყოს, იმიტომ რომ შესაძაც მე და გურამი საუბრობთ, კაცო, ისეთ სიტუაციაში ვარო, ადამიანები მეუნებიან წავიკითხე რაღაცას მეუნებიანო აშკარად წაკითხული აქვს, თუმცა ისეთ რაღაცებს მელაპარაკი და თავადაც არ ვიციო და მგონი ამ სარჩევს კითხულობენ და დღეს მესოფარ და ახადა ყველაფერს და მე გირჩევთ სარჩევით არ გამოვეს ამბავი. მე მარტო სარჩევი აქვს წაკითხული და მალავს. სარჩევით არ გამოვეს ამბავი და ეს წიგნი ღირს, იმიტომ რომ ბოლომდე წაკითხვათ, იმიტომ რომ ეს წიგნი მარტო არ დაგაფიქრებთ. ეს არის წიგნი, რომელიც შეგცვლის. აი პიროვნულად შეგცვლის. ასე რომ ულოცავ გურამს. მადლობა. კარგი, ვის აქვს კიდევ სურვილი? დათა გამოურჩა, კაცო, ხო იცი, შენი დათა ფიცხალავა, ჩემი მეგობარი